ოპოზიციის რომელი კანდიდატიც უნდა ედგეს ამ ტრიბუნასთან ინაუგურაციის დღეს? შალვა ნათელაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირინა სარიშვილი, გია მაისაშვილი თუ დავით გამყრელიძე, შედეგი სავარაუდოდ ერთნაირი იქნება. საქართველოს შესაძლოა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდეს. ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლას, რაც ყველა ოპოზიციონერი კანდიდატის დაპირებაა, პარლამენტის თანხმობა სჭირდება. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც ნებისმიერი პრეზიდენტი მემკვიდრეობით მიიღებს, რეალობა ასეთია. ნაციონალური მოძრაობა ხმათა საკონსტიტუციო უმრავლესობას აკონტროლებს. პრობლემები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ არც ისეთი გადაულახავი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა, მთავარი ამუნიცია იარაღი იქნება არა ფიზიკური ძალაუფლება, არამედ მორალური ძალაუფლება. ჩვენთან არის არა პოლიტიკური პარლამენტები და პოლიტიკური სპექტრის ჭრილი, აი ამ ორგანოში, არამედ კონიუნქტურა ხალხია შეღრილი და ისინი მოემსახურებიან იმ უფროს, ვინც იქნება პრეზიდენტი. შალვა ნათელაშვილის ოპტიმიზმს პოლიტოლოგები არ იზიარებენ. რამა საყვარელიძეს ძნელად წარმოუდგენია ერთ დღეს ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, მაია ნადირაძე, გივით არგამაძე და კიდევ 100-ზე მეტი ადამიანი ლეიბორისტი გახდეს. თუკი ეს გუნდი აპირებს მერე საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას, იქამდე მან თავის სახე არ უნდა დაკარგოს, სწორედ წააგებს საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ როგორც ჩანს, ეს გუნდი მაინც რაღაც ძირითადი ბირთვი შერჩება, თავისი ხმა მას შერჩება. როგორც წესი წამყვანი ფიგურები და აქტიური ფიგურებიც სავარაუდოა რომ შერჩებიან. საუბარიც აღარ ღირს იმაზე, რომ ეს ადამიანები ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას შეცვლიან. მიხეილ სააკაშვილის უმრავლესობისგან გასათავისუფლებლად ოპოზიციონერ პრეზიდენტს ერთადერთი გზა აქვს. თუ დღევანდელმა პარლამენტმა არ გაითვალისწინა საქართველოს ინტერესები, არ დაამტკიცა ჩემი ერთ წარდგენილი მთავრობა, იქნება დათხოვილი. იქნება კრიზისი, ადეკვატურად ვიმოქმედებ ხალხთან ერთად. იმისთვის, რომ ხალხთან ერთად საკონსტიტუციო ფარგლებიდან არ გავიდეს კანონი ამბობს. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას, ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგ გარეშე არჩევნებს. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი არ აუადრეს 90 და არ აუგვიანეს 100 დღისა, კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგ გარეშე არჩევნებს. პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგ გარეშე არჩევნებს. პრეზიდენტს როგორ მთავრობასაც უნდა, ისეთ მთავრობას შექმნის. შემოიტანს, მაგრამ პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს. პარლამენტი იძულებული იქნება დაამტკიცოს, ვინედან თუ არ დაამტკიცა, პრეზიდენტი დანიშნავს მთავრობას და დაითხოვს პარლამენტს. სახლში წასვლას ნაციონალები სავარაუდოდ მთავრობის დამტკიცებას არჩევენ. ბრძოლა ამის შემდეგაც შეიძლება. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში ჩვეულებრივი კანონის გასატანის 79 ხმაც კი არა აქვს. უმრავლესობას შეუძლია მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა ჩააგდოს. ნაციონალური მოძრაობის ის ჯგუფი, ვინც შევარდნაძის დროინდელ პარლამენტში 32 კაციანი შემადგენლობით კრიზისის შექმნას ახერხებდა, ისევ პარლამენტშია უკვე უმრავლესობით. მიყვირით ადგილიდან გაკევით, ვისთანაც ახართ მიჩვეული ყვირილს იმასთან იყვირეთ. და კატეგორიულად გიგრძალავთ აქ ჩემთან საუბარს ხმამაღალ ტონებში, ვინც არ უნდა ბრძანდებოდეთ. მე ამას არც პარლამენტის თავმჯდომარეობამდე ვიყავი მიჩვეული და არც ეხლა არ მოგითმეთ არც ერთ თქვენთაგანს. არ არის ამ დარბაზში ადამიანი, ვისაც შეუძლია მეხმამაღლა მელაპარაკოს. ასეთი ფაქტების შემთხვევაში ურთიერთობის გარკვევამ შეიძლება ისევ ძველი სახე მიიღოს.
კანდიდატი ოპოზიციიდან ყველაზე მთავარი დაპირების შესრულებასაც კი ვერ შეძლებს. საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე დანიშნას. აქაც პარლამენტის თანხმობაა საჭირო. მე ეჭვება რომ გაზაფხულამდე პარლამენტის დათხოვნის აუცილებლობა იყოს, იმიტომ რომ როგორც ელცინთან იყო ეგ სიტუაცია, მას დათხოვნა შეეძლო. ამიტომ პარლამენტი ყველაფერს აკეთებდა და ყველაფერზე თანხმდებოდა, ოღონდ ასეთ და ელცინი ყოველ მხრივ ართულებდა სიტუაციას, რომ საბაბი მიცემოდა და იყო ეს თამაში ელცინსა და პარლამენტს შორის, ოღონდ პარლამენტმა დათხოვნის საბაბი მას არ მიცა. ისე რომ არ მგონია ჩვენი პარლამენტი ნაკლებად ეშმაკი აღმოჩნდეს დათხოვნის საბაბს. თუ ახალმა პრეზიდენტმა პარლამენტი ვერ დაითხოვა და ვერც მასთან შეთანხმება შეძლო, სახეზე იქნება პოლიტიკური კრიზისი ისეთივე როგორიც დღეს უკრაინაშია, როცა პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი ვერაფერზე ვერ თანხმდებიან. კრიზისი პოლიტიკურთან ერთად შესაძლოა ეკონომიკურიც იყოს. ნოემბრის მოვლენების გამო ბიზნეს კომპანიები უკვე საკმაოდ დაზარალდნენ. მოლოდინის პერიოდი კიდევ უფრო გაიზრდება და ასე ვთქვათ ის გეპი, ანუ ჩავარდნა დროში კიდევ უფრო დიდი იქნება, იმიტომ რომ ისინი დაელოდებიან ქვეყნის ორიენტაციის, საინვესტიციო კლიმატის ხელსაყრელობის გარკვევას და მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ ხელახლა, ასე ვთქვათ, ღონისძიებების განხორციელებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესისთვის არის სტაბილური გარემო. წინასაარჩევნო დაპირებების დასარიგებლად კანდიდატებს კიდევ 21 დღე რჩებათ.